მოდი რომ წვილი ცოტა დააგროს. აი. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Rivian R1 ტესტს. დიდი ხანი ველოდებოდი ამ მანქანას, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა. ვინაიდან ძალიან ბევრი ჩინური ელექტროავტომობილი შემოიყარა მსოფლიოში და საქართველოში განსაკუთრებით, მინდოდა ერთი განსხვავებული ავტომობილი გამეტესტა, რომელსაც თქვენ ხედავთ. ეს არ არის ჩინური მანქანა, ეს არის ამერიკიდან. სულ ახალი ბრენდია. ზოგადად ეს კომპანია 2009-ში დაარსდა, მაგრამ ეს ავტომობილები გამოვიდა უკვე 2021 წელს. სულ რაღაც ორი მოდელი ყავთ. R1T და R1S. ნუ ჩვენ შემთხვევაში პიკაპი ყავს, ეს არის R1T. მე პირადად დღევანდელ ვიდეოში პირველად ვნახე ლაივში ეს მანქანა და სულ ველოდებოდი რომ გადამეყო. თან სუფთა ამერიკული სტილით შემოვარდნენ. ეგრევე პირველი მანქანა, რომელიც გამოუშვა ამ ბრენდმა, არის პიკაპი. ანუ პიკაპი კიდე ყველაზე პოპულარულია ამერიკაში. Rivian-ი საკმაოდ განსხვავებული ვიზუალით სარგებლობს. აი სანამ ამ ლოკაციაზე მოვიდოდით, ხალხის ყურადღება აი ქალაქში დავდიოდი, მიიპყრო, ყველა უყურებდა ამ მანქანას და ყველას აინტერესებდა თუ რა მანქანა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას ჩინური ავტომობილი გონია, მაგრამ ესე არ არის. მოდი გასაღები დავიწყოთ, სანამ ვიზუალზე გადავალ. აი ესეთი კარაბინის სტილის გასაღები აქვს. შეგიძლია გამოიბა. სხვათა შორის ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ SUV-ია, პიკაპია და შეგიძლია ესე ჩამოიკიდო მარტივად და იარო. რა თქმა უნდა, ქილესი არის და აღარ გიწევს უკვე რაღაც ღილაკებზე დაჭერა. თუმცა მაინც და მაინც თუ გადაწყვეტეს რომ ღილაკს დააჭიროთ, ეგ ღილაკებიც აქვს. ჩიტები ჟღურტულებენ, როდესაც ამ მანქანას უკეტავთ. არც თუ ისი ამერიკული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნუ ამერიკელები რაღაც ბრუტალურობით გამოირჩევიან ხოლმე და დიდი ამერიკის დროშად ამ პიკაპზე და უეჭველი ტალახში უნდა ეგდოს მანქანა, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეა იყო ამ მანქანის, რომ გადამუშავებული მასალისგან გაკეთებულიყო თუნდაც ინტერიერი, ყოფილიყო eco-friendly, ანუ აი ყველაფერი, რასაც გეუბნებით, არაამერიკულად ჟღერს. რაღაც ლიბერალი არის პირდაპირ ვიზახი ეს მანქანა. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. რა თქმა უნდა, ეგ გადაწყვეტილება უნდა, რავი, მივიღოთ, მივესალმოთ მაგ გადაწყვეტილებას და ვისაც მოეწონება ეს მანქანა, ის შეიძენს და ვისაც არ მოეწონება, შეუძლია დიზელი, ყველა ცხენიანი, 20-ით რო დადის, ყველა კუბატურიანი ავტომობილი შეიძინოს და იმით ჩახტეს ხოლმე ლუდით ხელში, ტალახში. მაგრამ ჩვენ ბუნებაში ვართ გამოსვლები ხეებში და ეს ჭიკჭიკი ალბათ აქაურობას ამშვენებს. არ ვიცი, ეგ თქვენ გადაწყვეტეთ. ლოგოს რაც შეეხება, ეს არის ამის ლოგო. რაღაც ერთი შეხედვით Renault-ს ლოგოს გავს, მაგრამ უფრო ქალიშვილობისკენ მიუთითებს. წინა განათება მომწონს, ვიდეოში არაერთხელ ნახავთ ამ მანქანის განათებას, გარე კადრებსაც რო ნახავთ ხოლმე, დანარჩენი ვიზუალურად თქვენ შეიაფასეთ ეს განათება. მაგრამ მე რატომღაც მომწონს, აი როგორ შტაბეჭდავს მიტოვებს, იცი, აი თითქოს რეტრო ფუტურისტიკული დიზაინი აქვს, რაც ხშირად გვხვდება ელექტროავტომობილებში, თანამედროვე მანქანებში და ამაშიც არ არის გამონაკლისი და მაგასაც მივესალმები. არ ვიცი, მომწონს. ორი საკაუჭი, ანუ საბუქსირი, აქედან შეგვიძლია ჩავაბათ, თუ სადმე ჩავრჩით, ან ვიღაცას თუ ეხმარებით, ან ნებისმიერ რაღაცის თუ დაგჭირდება. ვინაიდან ეს არის პიკაპი, დიდი ჯიპია უგზოობისთვის, მაგაზეც იზრუნეს, რომ დაჭირდებოდა საბუქსირი ადგილები. მშვენიერია, ბამპერს ნორმალურად გამოიყურება. აქაც ქვევით ნისელ-საწინააღმდეგო ფარები განათება. ამ ადგილს რო დავაკვირდებით, აქ ბამპერზე, სხვათა შორის არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ბამპერზე რო აყენია ეს, ანუ არკაზე. აი ეს. იმიტომ რომ ანუ თაჩივითაა რა, ღილაკს რო დააჭერ, ხელს უკვე ეს აიწევა და აქედან ტენით ავტომობილს. რა ვიცი, სხვა ისა აქვს ამას გასახსნელი, ეს ზეპირად სანამ მივალთ ბოლომდე. ალბათ რა თქმა უნდა სალონიდან, მონიტორიდან შეგვეძლება ამ ყველაფრის გახსნა, მაგრამ მგონია რომ ეს ადგილი რატომღაც უნდა დაზიანდეს და გაფუჭდეს. არ ვიცი, უბრალოდ მგონია, შეიძლება ვცდები. უკეთესი ადგილი შეეძლოთ რომ მოიფიქრებინათ.
რავი, ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვფიქრობ. გავაგზავნოთ ახლა ამ კონკრეტულ ამ მოდელზე 22-იანია ჩვენ დააყენია 21-იანი დისკები. ესე გამოიყურება ქარხნული რივიანის დისკები. ნორმ, რა ვიცი, ცუდი არ არის. ეს ლოგოც აქ აქვს. ყვითელი რუხში. რავი, ნორმალური დისკები ახლა ვერ ვიტყოდი რომ არ უხდება თქო ეს დისკები ამ დიზაინს. ცუდი არ არის. კიდე მომეწონა ის რომ აქ კრილო სადაც თავდება, ესეთი ადგილი აქვს, სიცარიელი აქვს. შეიძლება ტალახმა და ცუდ ამინჩი მაგან გამოიწვიოს ის რომ ეს გვერდი დაგესვაროს, აი ეს ადგილი, მაგრამ დიზაინერული თვალსაზრისით მე ხარ რომ უყურებ, მაგრამ მომწონს. ნუ რაღაც განსხვავებული ვით არის. და ჩათხრილი კამერა. სამარეზი მეგონა თავი. აი ზუსტად მაგას ვიძახი, ეს კამერები თითქოს ისეთ ადგილებშია რომ უნდა დაზიანდეს და მგონია რომ ძვირი უნდა დაგიზდეს, მაგ ყველაფრის აღდგენა მერე. ნუ რა თქმა უნდა, ეხა შეიძლება ისეთ უგზოობაში ამანქანით არიან რომ ყველაფერი გააგლიჯო გვერდები, მაგრამ მგონია რომ რაღაც ისეთ ადგილებში აყენია რომ აი რაღაც ეგეთი სათუთი დეტალები უფრო დამალული უნდა იყოს და აი ამ ტოტებს არ უნდა ხვდებოდეს და ქვებში არ უნდა იყოს. ავტომობილი ეხა ვიდეოში დარწმუნებული ვარ პატარა ჩანს, იმიტომ რომ მეც რაღაც ვიდეოს უყურებდი ხოლმე ამანქანზე, რაღაც წარმომედგინა რომ პატარა ავტომობილი იყო, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ეგეთი პატარაც არ არის. საკმაოდ გრძელია ეს მანქანა, F150-ისგან განსხვავებით ვიწროა და სადღაც 9 მეტრით, 20 მეტრით არის მოკლე. მაგრამ მთლიანობაში ისეთი პატარა მანქანაც არ აღმოჩნდა, როგორც ვიდეოში ჩანს. ეგეც მინდა რომ გაითვალისწინოთ. ასევე ეს ტუნელი, ამის ეს რაღაც ხელწერა შეიძლება უწოდოთ, ამ ავტომობილის გვირაბი ქვია ტუნელი, აქედან შეგვიძლია გავაღოთ. მეორე მხარესაც ანალოგიურად იღება და ყველა ტესტ-დრაივს რასაც უყურებთ, ტიპი გამოდის აქედან. მე არ შევძვერი, იმიტომ რომ არ მინდა დასვრა, მაგრამ ნიუთების გარდა რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს? რივიანს აქვს ესეთი გოლფის ისენი შეავალ. კი, შეგიძლია ყველაფერი ნიუთები, რაც გაგისწორებს, გოლფის ჯოხები იქნება, რავი, ავტომატი იქნება, ბეისბოლის ბიტა იქნება, ჩანთები, რავი, ნებისმიერი ხელბარგი შეგიძლია შეაწყო აქ, მაგრამ რივიანს აქვს გამოშვებული ესეთი რაღაც, რომ მთლიანი სამზარეულო ეტევა აქ, შეგიძლია შეუკვეთო ეგ და პირდაპირ აი ამაში ესე გამოსასურებელი სამზარეულო მოყვება, ვისაც უყვარს პიკნიკობა, ბუნებაში გასვლა, მეგობრებთან ერთად, ოჯახთან ერთად და ასე შემდეგ, აი ოვერლენდის კამანდაც, რა, რომ დადიან ხოლმე რაღაცა შორგზაზე, არ ვიცი ელექტრომანქანის შორგზაზე, რამდენად შორს ახვალთ, მაგრამ ქალაქგარეთ სიარული ვისაც უყვარს, ან აი დარჩენა, რავი, კარვის გაშლა და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ეგ აქსესუარები იყიდო, პირდაპირ ამ მანქანაზეა მორგებული. გამოაჩოჩებ და მთლიანი სამზარეულო შეგიძლია ააწყო. დენც კვიტები, ანუ შტეფსელებიც აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ რო ვეძახით ხოლმე, აი აგერ აქვს. უბრალოდ 100 ვოლტიანებია, ანუ პიკაპებს მოყვება ხოლმე, ჩემ პიკაპსაც აქვს, ჩვენ რამდენად გამოვიყენებთ, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ 220 ვოლტზე ვართ, ეს სტანდარტები ცოტა სხვადასხვა გვაქვს და ვისაც თავგადასავალი უყვარს და შორგზაზე პიკნიკობა და სიარული, ისინი დენის წყაროს როგორღაც იპოვიან და ამ ყველაფერს მოაგვარებენ. ასევე ეს ფაქტიურად არის ფეხის დასადები, ანუ კიბე, იმიტომ რომ აი მაგას დაუბრუნდები. აქედან შეგვიძლია მარტივად მოვხვდეთ პიკაპში, ანუ უკანა მხარეს. რატო აღვნიშნე, რომ იქიდან შეგვიძლია მარტივად მოვხვდეთ? გახსოვთ ჩვენი F150 Raptor-ის ტესტ-დრაივი და ასევე მეც შევიძინე F150 Raptor-ი, იმას აქედან გამოსდის კიბე. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ მანქანაზე არ არის და არც ერთზე არ მინახავს. შეიძლება რაღაც ახალ მოდელებს დაამატონ, რაღაც ასაძრომი არ აქვს უკნიდან რა. ანუ გიწევს ამ გვერდის გადმოხსნა და აქედან აძრომა. ნუ არც თუ ისე კომფორტული არ არის გვერდიდან ამ ხელაზე რომ უნდა ამოწიო ფეხი, ანუ ცოტა მოქნილი უნდა იყო. ბევრად კარგი იქნებოდა აქვე პატარა საფეხური რო ყოფილიყო ამოსაძრომად. ეს ორივე გაშლილი რო აქვს ეს ფრთებივით მანქანას, რაღაც ფანტომასის მანქანას გავს, ალბათ ეხა 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდები ფიქრობენ ფანტომასი ვინ ჩემი ყავა, მაგრამ დაიკიდეთ აი ესეთი ფრთები გამოსდიოდა ხოლმე ფანტომასი, ვისაც ნანახი გაქვთ. სათადარიგო საბურავი გვაქვს აქ. სათადარიგო საბურავს მე არ ამოვიღებდი მაინც ვინც უგზოობაში დადის ერთი სათადარიგო საბურავი უნდა ატაროს ყველა შემთხვევაში. აი ხაც რომ მინდა ავიდი აქედან. მიწევს ახტომა, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. ისე გვერდიდან უნდა შემოუვარო. აქ გვაქვს ეს არის სხვათა შორის საბურავების დასაბერი. ანუ აქედან ჰაერს იღებს და შეგიძლია საბურავები დაბერო. საბარგული ზომას რაც შეეხება, ნორმალური ზომა, ვერ ვიტყოდი რომ აი პიკაპებზე რაზეც მიჩვეულები ვართ, ჩვენ რომ აი უზარმაზარი უნდა იყოს, ეგეთი ვერ გამოდის, ანუ
პატარა ზომა გამოს, ანუ ის რომ F-150-ები და მაგალითად რამები რო არის, მაგ ხელა ის არც ერთ ვარიანტში არ გამოდის, იმიტომ რომ მანქანა ოდნავ მოკლეა. ასევე ფუნქციონალს რაც შეეხება, აქ გვაქვს ესეთი კაუჭები, ამაზე დგება რელსები. ეგ იგივენაირი გვაქვს ზუსტად სახურავზეც. ესენი შეგიძლია აქედან მოხსნა და სახურავზე დააყენო, ან პირიქით ჩამოიტანო პიკაპზე. დიზაინის თვალსაზრისით აი სპოილერი მაგრად უხდება, ანუ დიზაინში მართლა უხდება ეს სპოილერი და ნუ აქ შუშის გასაწევები აქვს ხოლმე ამერიკას პატარა ფორტოჩკა. ამ შემთხვევაში არ გვაქვს, ამაზე არ დააყენეს. ისე რო არ მოგატყოთ ეგ რასაკეთეს ვერ ამოხსენ, იმიტომ რომ ვერც ადამიანი ვერ გადმოვა სალონიდან და ვერც აქედან ვერ შეძვები. უბრალოდ აუ შეგიძლია ყავა მიაწოდო ან გამოგაწოდონ აქ თუ მუშაობ. არ ვიცი რისთვის არის, მართლა გულწრფელად ვიზახი, არ ვიცი რისთვის არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეგ არ გვაქვს. კიდე რა მოყვება ქარხნულად. საკმაოდ კარგი ფუნქცია არის ეს და მე ვფიქრობ, რომ ყველა თანამედროვე პიკაპს უნდა მოყვებოდეს, ეს არის ჟალუზი. ნებისმიერ პიკაპს რო ყიდულობ, ფაქტიურად ჟალუზის ყიდვა გიწევს, რავი, შენით. Aftermarket-ის ჟალუზი უნდა იყიდო. აქაც პატარა დაგთეილივით რო ქონოდა, როგორც აი მაგალითად ისევ F-150-ისკენ მივდივარ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიკაპი არის ამერიკაში. აქ პატარა დაგთეილივით აქვს F-150-ს, რაც ძალიან მოწონს. შეიძლება ყურადღებას ბევრი არ აქცეს, მაგრამ დიზაინის თვალსაზრისით მომწონს. აქ არის როგორ შთაბეჭდებას მიტოვოს, იცი, თითქოს ეს უნდა გრძელდებოდეს და ეს წააჭრესო. მოდი ვინაიდან მაინც ფუნქციონალზე ვისაუბრე, წინა საბარგულსაც ჩავხედოთ კაპოტ ქვეშ. აი შეგვიძლია გავხსნათ. მაგრამ აქ ღილაკითაც იხსნება. აი აგერ არის. შეგვიძლია დავაჭროთ და გაიხსნება. აქაც პატარა სივრცე გვაქვს. შეგვიძლია ნებისმიერ რაღაც ჩვენი ნივთები, აი ტილოები, რაღაცეები ჩავაწყოთ. თუ არ გვინდა მთლიან პიკაპში მიმოფანტული იყოს, პატარა განყოფილება გვაქვს და აქვე შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩავალაგოთ. ჩემი აზრით არანაირი ნივთი არ დაგრჩება, ისე რომ ვერ ჩატიო ამ მანქანაში. ამიტომ შეიძლება მთლიანობაში პიკაპის განყოფილება არც თუ ისე დიდია, თუმცა აქვს კიდე ერთი გვირაბი, ტუნელს რასაც ვეძახით და ასევე წინ ძრავის მაგივრად კიდე ერთი განყოფილება. ჩავждეთ ახლა, ჩავხტოთ ჩვენი რივიანი და გაუდგეთ ჩვენ უხეში ტესტ დრაივის გზას. თუ ჯოს ვერ უკეთებთ ჩვენ ავტომობილს, რომელიც ტესტ დრაივში ყავს მოყვანილი, არ არის პრობლემა, იმაოები შეგვიძლია მარტივად გავხსნათ და ჩამოვკიდოთ სარკეზე. სხვადასხვა ჯოებსაც აქვს სარკეზე დასაკეთი, ანუ ეს ჩვენი თემა არის ორივე, ჯოს და იმაოც. მაგრამ თუ სარკეზე ვკიდებთ, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ხოლმე იმაოს. ვინაიდან GoPro პირდაპირ სახეში მიყურებს, ცოტა ხანი აი ამას აქ დავკიდებ. GoPro-ს გაისუნი ექნება. რა თქმა უნდა, ჰელის ჩასადებით უნდა დავიწყო, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ესეთი დამატებით ჭიქების ჩასადები, ანუ ჰელის ჩასადები ჩვენი ენაზე გამოდის აქედან და შეგვიძლია მოვათავსოთ ჩვენი კილები. აი. ესე დააჭერ გამოვა. მოდი ერთს პირდაპირ ვიტყვი, რაც არ აქვს ინტერიერში ამ მანქანას, უხეში სათავსო არ აქვს. აი, უხეში სათავსო აქ არაფერი არ აქვს. არ ვიცი რატო არ აქვს, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, უბრალოდ არ აქვს. მაგრამ სათავსო გვაქვს აქ. ესეთი ორ ნაწილად იხსნება. Wireless charge გვაქვს აქ, ტელეფონს სადაც ვდებთ მარტივად, პირდაპირ პენის ამაზე და ესეთი პატარა, რა ვიცი, რაღაცეების ჩასარჯობიც გვაქვს, ან რაღაც თხელი ნივთი შეგვიძლია ჩავდოთ. აი იმაო სანამ დავკიდებდი, აქ იყო ჩადებული, ან რაღაც სავიზიტო ბარათები შეგვიძლია ჩაყავ. სავიზიტო ბარათები ქეში ჩაკეთო. ხო, ან ქეში ჩაკეთო. სავიზიტო ბარათები ახლა მოდიდან გადავიდა უკვე, თითქმის არავინ აღარ იყენებს, ნუ იყენებენ, მაგრამ ესეთი აქტუალური არ არის როგორც ადრე იყო, მაგრამ ნებისმიერი ბარათი პარკინგის ბარათი იქნება თუ რა იქნება, შეგვიძლია ჩააგდო. აჰა. შვენივრად დევს. ორი მონიტორი გვაქვს, მთავარი მაჩვენებლების დაფა და მთავარი ცენტრალური მონიტორი. აი აქ არის განთავსებული ოფციები, ფუნქციები, ავტომობილის შესახებ, რაც გჭირდება, ყველაფერი კლიმატიდან დაწყებული, კარის ჩაკეტვით დამთავრებული. მაჩვენებლების დაფას რაც შეეხება, ნუ რა გითხრათ, ნორმალურად არის, ლამაზად არის, ვერ ვიტყოდი რომ ცუდად არის თქო, ინტეგრირებული თვითონ ტორპედოში, მომწონს, მთლიანობაში ახლა ვიდეოშიც ალბათ გამოჩნდება, რომ აი ეს ორივე მონიტორი ამ ტორპედოსთან ლამაზად არის შერწყმული და მთლიანობაში წინა მხარე კარგი გვაქვს და ლამაზი.
ფუნქციონალურად რაც შეეხება, ანუ მაწუხებს თუ არა რამე ხედვის არეალში, არა, წინა მხარეს გვერდებზე ყველაფერს კარგად ხედავ. ერთადერთი ხედვის არეალში არ მომწონს, აი ამ სარკეებიდან ბოლომდე ვერ ხედავ ჩემ პიკაპს. უფრო თამამად მინდა რომ ხედავდე, მაგრამ ისეთი დიზაინი აქვს მანქანას, რომ სარკეშიც იმალება და სარკე იმდენად დიდი არ მეჩვენება, რომ ბოლომდე ვხედავდე საბურავს და საბარგულის დასრულებას. ერთი სიტყვით, პიკაპების ერთი მინუსი ეგ არის, რომ გრძელი ავტომობილი ოდესაც არის, აი გინდა რომ სარკეში ყველაფერს ხედავდი, ამიტომ სარკე უფრო დიდი გჭირდება, მაგრამ არ არის პატარა ზომის სარკე, ნამდვილად ვერ ვიტყოდი ეს არის პატარა ზომა, მაგრამ აი თითქოს ყველაფერს კომფორტულად ვერ ვხედავ. რაც შეეხება უკანა ხედვის არეალს, მანდაც იგივეს ვიძახი. აი უნდა ავწიო თავი რომ დასასრული ავტომობილის დასასრული დაახლოებით დავინახო. ეგ არ მოწონს, იმიტომ რომ გრძელ მანქანაზე მინდა ყველანაირად მარტივად ხედავდე თუ სად სრულდება ჩემი ავტომობილი. დიზაინი ინტერიერისაც მომწონს, ცოტა მინიმალისტურია, ცოტა განსხვავებული, მაგრამ ელეგანტური უფრო არის. თან მით უმეტეს უგზოობაზეა გათვლილი, იქ აწერია, აი წარწერა ნახე, აი მენა ადვენჩერისთვის არის. ვერ წაიკითხავ ისი აწერა. შენი კამერა გაფუჭდა, ეხლა ახალს მომთხოვ მიყიდე. რა კუთხე უნდა დაუჭირო, რომ წააკითხო. ესეთი ხის მასალით არის გაფორმებული, რაც ძალიან უხდება და ტორპედოს ფორმას მომწონს, ანუ სიმეტრიულია, რაც ძალიან მომწონს. ანუ სიმეტრია ატომას მომწონს. ასიმეტრიაც რაღაცეებში, რაღაც მომენტებში კარგია, მაგრამ ეს მანქანა თითქოს აი ყველაფერი დიზაინი რაღაც ლამაზად არის დახატული და მოფიქრებული. ანუ ნამუშევა ეთყობა, რომ რაღაცა იცვალეს. სახურავი მთლიანად პანორამა არის, შუშის არის. ეგეც მომწონს. ანუ ვიზუალს თუ ვეხებით, ლამაზია. სავარძლების დიზაინიც მოწონს. ეს ახლა ერთ ფერშია, ანუ შავ ფერშია ფაქტიურად, მაგრამ არის სხვადასხვა ფერის ინტერიერი და ისინი ძალიან ლამაზია. მე უფრო თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ დაგუგლოთ, ნახოთ სხვადასხვა ფერში როგორია ამ ავტომობილის ინტერიერი და ისიც საკმაოდ ეფექტურია. სავარძლის დიზაინიც მომწონს. აქ გვერდზე ესენი რო აქვს, ესეც ლამაზად აქვს. აქაც ნახე. აი, ესეთი ყვითელი უზორები რო აქვს, ეგეც მომწონს. კი, ვითომ არაფერი შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ მთლიანობაში რო შეხედა, პატარა ესეთი დეტალები ლამაზს ხდის ამ მანქანას. ასევე მასალაზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, აი ეს ალკანტარას ჭერი რაც არის, რეალურად არის გადამუშავებული მასალისგან შექმნილი. ეს აი მე გაგეცინა ხო, ეგრე გამოდის, ანუ ნაგვისგან არის გაკეთებული, ფაქტიურად აბა გადამუშავებული მასალა რა უნდა იყოს, გადაყრილი მასალა ჩვენთვის ნაგავია მარტივენაზე. ეს ყველაფერი ეს ცხოველები არ დაშავებულან ამ ტყავისთვის, იმიტომ რომ რეალურად ეს ტყავი, ნამდვილი ტყავი არ არის. ეს შემცველი არის და ну, რა თქმა უნდა, ნამდვილი ტყავი ყოველთვის ყველაზე ზვირადღირებულია, ყველაზე კარგია და უმაღლეს ხარისხის არის. მაგ შემთხვევაში, ну, აქ მოიკოჭლებენო ვერ იტყოდი, იმიტომ რომ ეკო-ფრენდლი არის ამ ავტომობილის ინტერიერი. ახლა ეგრეა, ეს არ არის luxury კლასის ავტომობილი, ეს არის adventure ფაქტიურად სამოგზაურო ავტომობილი. საჭეს რაც შეეხება, აქაც კი გვაქვს ხე, აი ესეთი პატარა ხეები გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ეკო-ფრენდლია, მაგრამ რაც კი ხე იყო, ყველაფერი მოჭრეს, გადაამუშავეს და ამ მანქანაში ჩადეს. ну, არ ვიცი, რამდენად ეკო-ფრენდლი გამოდის, მაგრამ არ ვიცი, ხეს არ ვიცი, რითი შეცვლიან, ხე არის ალბათ, სხვა რა იქნება. საჭეს დიზაინი ამ ნორმალურია, ხა გადავირე, გავგიზდა კრონჩხობს ჩავარდი, მეთქი ვერ ვიტყოდი, ორი ღილაკი გვაქვს, იგივე ორი ღილაკი გვხდება ჩვენ ტესლაზე და ესენიც ფუნქციონალურია. ანუ ეს გვერდებზე რაც არის, აი გორგოლაჭერთან, ეგეც ღილაკია. შეგვიძლია დავატრიალოთ და ასევე ღილაკები გამოვიყენოთ. აქ ვინაიდან გვირაბი არ გვაქვს, გადაცემათა კოლოფი და მსგავსი რაღაცები არ გვიყენია, ესე ჩაწეული დიდი სათავსოსავით გვაქვს. რაღაცები შეგვიძლია დავდოთ, მაგრამ იმასაც ვიძახი ხოლმე, რომ თითქოს სტანდარტული მანქანებზე იმდენად მივეჩვიეთ, რომ აი ეს სივრცე ბევრს არ მოწონს ხოლმე. აი გვირჩევნია, რომ აქ რაღაც ჩამოდიოდეს და კიდე ესეთი დენის წყაროები იყოს, სატენების გამოტანილი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია. ამ მანქანაში სივრცე გვაქვს, რაღაც დიდი ნიუთები შეგვიძლია ჩავდოთ წინაც. აქ ცუდი არ იქნებოდა ერთი ხელის მოსაკიდებელი რომ იყოს, რომ მარტივად ჩავზდეთ ამ მანქანაში. ვინაიდან ფეხის დასადები არ აქვს ამ მანქანას, ერთი კაი ხელის მოსაკიდებელი მაინც კარგი იქნებოდა. არც ხელის მოსაკიდებელი არ გვაქვს, არც ფეხის დასადები კიბი არ გვაქვს გვერდიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა რთულია ამ მანქანაში ჩაჯდომა. მით უმეტეს თუ გზავრები უკან ყავს, იმიტომ რომ იქ სივრცეც შესაძრომი უფრო ნაკლებია, მაგას რო გავჩერდები განახებთ.
და ცოტა დისკომფორტი არის ამ მანქანის ჩაჯდომა გადმოსვლაზე. Off-road რეჟიმი და ჩასაბმელის რეჟიმი, პიკაპია და ამერიკაში ზოგადად პიკაპს იმიტომ იყენებენ, რომ ჩააბან ხოლმე რაღაც 1000 რაღაც ატრიო, ხან მანქანას აბავენ, ხან კატერს, ხან გენს, ხან ნაოს, ხან რა ვიცი, შეიძლება სატვირთო ჩააბან, კორპუსი გაათრიო, რავი, ას გაიგებ, ყველაფერს აბა ევასებათ ამერიკაში პიკაპები და სხვათა შორის მარტო ამერიკელებს არა, საქართველოში ძალიან ბევრი პიკაპი შემოდის, მეც პიკაპი მყავს და რა ვიცი, თუ გჭირდება მართლა მაგრად იყენებ. ანუ ვინმე თუ ეძებთ ამ მანქანაში აი სიმდიდრეს, აი მდიდრული ელექტროავტომობილი თუ გინდათ, მაგალითად ლისიანი რო გადავიღეთ, იმაში უფრო ბევრად კომფორტული და ბევრად თითქოს ძვირად ღირებული მასალით ხო გაკეთებული. ასევე ზიკრი არ შემიძლია ვახსენო, ანუ ზიკრი იყო, არ ვიცი, ინტერიერი, რავი. ყველაზე ძვირია მანქანას რო ინტერიერი აქვს, ეგეთი ინტერიერი ქონდა. აქ ეგეთი რაღაცები არ ხვდებათ. აქ არის უფრო აი როგორ გითხრათ რა, სწორად რო ვთქვა, ვისაც მოგზაურობა უყვარს, მინიმალისტურია, მაგრამ იმ მინიმალისტურობაში ეს დიზაინი მაინც ლამაზად არის შერწყმული. და კიდე ერთი რო არ გამოჩეს, მე ვინაიდან თქვი რომ ჯო ვერ ჩავარჭერთ მეთქი, ეს იმიტომ რომ ამასაც თანამედროვე მართვა აქვს, თანამედროვეა შეიძლება თანამედროვე არ დავარქვათ, მაგრამ ბევრ ახალ მანქანებში გვხდება ეგეთი ჰაერის დაბერვის სისტემა, რომ მონიტორიდან მართავ თუ საით დაუბეროს ცივმა ჰაერმა ან გათბობამ, ცხელმა ჰაერმა. საურძის გათბობას აქვს და გაგრილებას. აი ეს არის ჩვენი დაბერვა, აი, ხელით ვამოძრავებთ. მექანიკური არ არის, ვაკედან თითი შევყოთ და გადავწიოთ, გადმოვწიოთ. ეგეც მინდა რომ იცოდეთ. ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს, დინარაძეს უწუნებს ხოლმე, როგორ გავირტყა, სახეში მინდა და იქ მინდა ფეხებში დამიბეროს და საიდან მქნა და კი რა. მე მაქვს მოსაზრება. ამის მაგივრად უნდა ჩანდეს პირიქით მეორე მხარე. ანუ აქ ხო ჩანს ახლა საჭე და რაღაც. უნდა ჩანდეს ორი სკამი. ხო. და ამ ორ სკამზე ორი ადამიანი უნდა იჯდეს რა, ისე წარმოსახვითი ორი სტატისტიკური ადამიანი. და აი ამას მაგალითად ახლა ტორპედოსთან რომ იმაკი, ეს აი თავთან დავაყენებ სახესთან და მეცოდინებ რომ სახეზე დამიბერა. აი არ არის უკეთესი მითხარი. ეგ შეიძლება, მაგრამ რო გიბერას ხონდა ხდებოდეს სად გიბერას? საიდან უნდა მიხვდი აქ აი, აბა რა იცის მე რა სიმაღლეც ვარ. ახლა აი მე რო დამიბეროს სახეზე, ახლა ეს უნდა დავაყენო აქ. იქიდანაც ვერ გაარტყავს სიმაღლეს. ხო, ნუ ვისთვის რო ახლა მე მაგალითად ესე უნდა დავაყენო მაშინ. ხო რაღაცა ნიტოა. მე ზოგადად მექანიკური რაღაცები მომწონს ხოლმე. ყველაფერი რო ღილაკზე მაქვს, რაღაც მხრივ მაწუხებს. კი, თანამედროვეა, კარგია, ლამაზია, ბევრი ღილაკები აღარ გვაქვს, რაღაცა უფრო ელეგანტურია ვითომ, მაგრამ ზოგადად მარტივი სატრიალებელი რაღაცები მომწონს, იმიტომ რომ აი ჩემთვის კლიმატი არის როგორი ტვინის. აი ხან ცივა, ხან ცხელა, ხან გაგრილება მინდა, ხან და უცებ ვაკეთებ ყველაფერს. აი მანქანას რომ მართავ და აი აქ რო რაღაცა დაჭერა გიწევს აი ამეებზე, ხო? აი რაღაცა თიც გამაზავი, ვერ გაარტყავ რაღაც. გადაალტრიალე, გადმოატრიალე მარტივად, რო იცი, აღარც უყურებ და აი ხან იქით გავიქნევ ხოლმე, ამინდა სატრია, ხან აქეთ გადმოვიქნევ და ნუ ოფს ვაჭერ და ყველაფერს და აქაც როგორა უნდა შეხვიდე, ანუ გამოსულ თუ ხარ ჯერ უნდა დააჭირო შეხვიდე, მე რაღაცა მოირგო. ო კეთილები აღარ გინდა არც გაგრილება და არც გათბობა. მაგრამ ნუ ესეთია, ანუ ჩვენი ვალდებულება არის უხეში ხალხო ყველაფერი გითხრათ თუ როგორ არის ამ ავტომობილში. ორმაგი შუშები გვაქვს აქ. ეხლა გამოვედით ზუსტად იმ ადგილას, სადაც შეგვიძლია ამ ავტომობილის სიმძლავრე გავტესტოთ. ხო, ციფრები ნამდვილად შტამბეჭდავია. 835 ცხენისძალა და 1230 ნიუტონი. ეს არის საკმაოდ მაღალი ციფრებია, საკმაოდ. რო შეხედა ბევრ სპორტულ მანქანას აი გადაიღუნავს, ბევრ სპორტულ მანქანას. საკმაოდ ძიმია ეს მანქანა, აი 3 ტონიდან აი ზევით მიდის და მიდის. რა ვიცი, საკმაოდ ძიმია, კიდე ერთი მინუსი წონასთან, იმიტომ რომ საქართველოში ეს ავტომობილი ბაჟდება როგორც სატვირთოა. წონიდან გამომდინარე შენ იხდი, რავი, ძალიან ბევრს გამბაჟებაში, რავი, 17000 ლარიდან ზევით გიწევს გამბაჟება. ნუ საკმაოდ, ანუ Cybertruck-ზე ზუსტად იგივე არის. თუმცა ეს ისეთი ციფრებია, რომ ამ წონასაც მარტივად უნდა მოერიოს, აი მარტივად. სპორტ რეჟიმში გადავრთეთ, აქ off-road-ის რეჟიმიც აქვს, მაგრამ აქ ჩოუმ რეჟიმებში ხარ, აქ გზებია, საფარი და ჩვენ ავირჩიეთ სპორტი. სპორტ რეჟიმში თვითონ დაიწია ავტომობილმა, რა თქმა უნდა, 3 პოზიცია აქვს ავტომობილს, დაბალი, საშუალო და მაღალი. ამ შემთხვევაში როგორც კი ირჩევ სპორტ რეჟიმს, თავის ავტომობილი ბოლომდე ჩამოდის ქვევით.
უფრო ხისტი ხდება და ნუ ჩვენ მზად ვართ იმისთვის რომ ჩავაჭიროთ და ეს ციფრები ასვალზე გადმოვიტანოთ და ვნახოთ მართლა ეგეთი ჩქარია თუ არა 0-დან 100-მდე 3 წამი უწერია რაც შთამბეჭდავია 3 წამი არ ხო გეუბნებით სპორტულ ავტომობილებს არა აქ ეგ დრო და ეგ აჩქარება 4-ვე წამყვანია ეს მაგრამ ჩვენ გაგორებულიდან ჩავაჭერთ ჯერ და მე გავჩერდეთ და ისე ჩავაჭიროთ ნუ ჩქარი არის ეხა რა ეჭვი არც მეყარებოდა აი ამათ ვარ ჩაგვიხია საბურავებში. ჩქარია, აი. უყურე რას ვიზახი, იმდენად ძლიერია ეს ავტომობილი. სპორტ რეჟიმში იმდენად დახისტდა, რომ აი ეს წონა საერთოდ აღარ იგრძნობა. საერთოდ აღარ იგრძნობა. აი უყურე, 90-დან ჩავაჭერ. ხო მივიდეთ 90, საკმაოდ სიჩქარია 90. ეგრევე მიმაკრო. არა, ჩქარია. თავარია მუხრუჭები მუშაობდეს კარგად. ცოტა სადაო თემა. 3 ტონის გაჩერება. 3 ტონის გაჩი უზარმაზარი სუპორტები ეყენა, მაგრამ ნუ 3 ტონა მაინც ძინია. ნუ ესეც ცოტა ესაა რა, გამოდება ეს ცხენები და ხალხი რომ მოიხილოს, თორე რეალურად აი ამდენი ცხენი საერთოდ არ გჭირდება. აი 835 ცხენის ზალა, რავი, აი რაში გჭირდება? 835 ცხენის ზალა რამდენია? აი რო გითხრათ. აი ჩემ მუსტანგს არ აქვს მაგდენი, ან 700 აქვს ჩემ მუსტანგს ცხენის ზალა და ანგრევს ყველაფერს. აი ყველა რო გააჩერდა და მეოთხე სიჩქარეში ცეპლენია სამორტო ბუქსაობას იწყებს და მიდის მანქან. ანუ ხო წარმოგიდგენიათ რამდენი ცხენია და ამას აქ 835 და 1230 ნიუტონი, ანუ ნამდვილი მონსტრია. აი ამ პიკაპით შეგიძლია თითქმის ნებისმიერი მანქანა დაჩაგროთ. გაგორებულზეც და ადგილიდანაც. 3 2 1. არა, ჩქარი არის. თუმცა ჩქარებაზე მეგონა რომ უფრო ჩქარი იქნებოდა. არა, მაგრამ მიდის. ნუ ისა მე საღარ მიდის მეგონა. 179, 180, 180 დაენძრავს, იო. შეზღუდვა. ვინ თუ არა ჩვენ, ვინ გაარკვევდა. 180-ზე მეტით არ მიდის. პროგრამულად არის შეზღუდული ყველა მანქანაში თუ მოხსნა შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ 180-ის მეტი არ მიდიოდა. ნუ 180-მდე ამ თავის სიმძლავრეს მაგრად იყენს, მაგრამ რაც 180 ცოტა 200 მაინც ყოფილი 180 რა. პატარა ბავშვები ხო არ ვარ. 180-დან იწყება გართობა. აინც ვერ მოვითმინე რა, უნდა აუჩქარდეთ 0-დან წესიათ რომ გავზომოთ. მონიტორზეც გითხარით რომ რაღაცებს გეტყოდით, მინდა გაჩვენოთ დაახლოებით რომ წარმოდგენა გქონდეთ როგორ მუშაობს. ანუ რეალურად რთული მენიუ არ აქვს, მარტივი მენიუ აქვს. სხვათაშორის რაღაც მხრივ ტესლასაც შევადარებდი, აი ძალიან ელემენტარული, ბანალური რა ერთია ტესლას რამე განსხვავებული შავ თეთრი მონიტორი, არანაირი დიზაინი, არაფერი არ ხდება საერთოდ. რა არ არის ეგრე? რაღაცა ეგ ბიჭო. ტესტ-დრაივერს ვიღებ ხოლმე. ან ძალიან მარტივად აქვს ყველაფერი. სხვათა შორის ეს ნავიგაციას დაკავშირებულია, გვანახებს, ჩვენი მაპი გამოტანილია რუგა. მაგრამ ნავიგაცია ეხა უფრო ნაკლებად საინტერესოა. აი ესეთი კამერები, 360 ჩვენი მანქანა ტრასაზე მისისინებს. აი აქ მინდოდა გადმოსულიყავი რა. ეს რეჟიმები რაც ვილაპარაკეთ კი ბატონო, მაგრამ აი ეს ფანჯარა ქვევით მარჯვენა კუთხეში ქვევით ეგ აჩვენებს ჩვენ 4 მოტორს. ანუ 4 მოტორი აქვს, ელექტრომოტორი აქვს 4, არის 2 მოტორიანების, ეს არის 4 მოტორიანი. ანუ ყველა საბურავზე, ყველა ბორბალზე თითო მოტორი არის გემოვნებით ამ მანქანაში. მაჩვენებლების დაფა, მთავარი მაჩვენებლების დაფა, აქაც რაღაცები ტესლადან მოპარულია, ხა ვაღიაროთ. ფერები ხო ერთი და იგივეა. აქაც ზუსტად ერთი და იგივე რაღაცას გაჩვენებს, თითქმის ისეთივეა როგორც შენ ტესლაში. რავი, სიჩქარეები გვაქვს და წინ ხედავთ მანქანას, მაგრამ აქ რატო უყურებთ, როცა შეგვიძლია წინ პირდაპირ უყუროთ. სიარულზეც გეტყვით თუ როგორ დადეს ჩვენი 3 ტონიანი ავტომობილი, ცოტა მეტიანი, მაგრამ დავამგვალოს რა 3 ტონა კარგად ჭყერს, ესეთია, ჟირნათ არის მოყრილი. სიმძიმის ცენტრი ქვევით აქვს, იმიტომ რა თქმა უნდა ელექტრომანქანა და ელემენტები, ბატარეები ქვევიდან არის ამოკრული. რამა არ აქვს, რამიან მანქანას, აი მაგალითად სუმაგას ვიძახი ხოლმე რა, ცოტა დამღლელია ეს რომ დაქანაოს მანქანა, მაგრამ ეგეც დამღლელია, შეიძლება
ჩემთვის. ეგ აქ არ არის, იმიტომ არ არის რამაზე, სიმძიმის ცენტრი ქვევით აქვს და უფრო მყარია და კარგად არის დაკრული ასფალტზე. ამიტომ უფრო კარგად არის. თუმცა 21-იან დისკებზე ვფიქრობ, რომ რაღაც ნამეტანი დიდი დისკებია, აი იგრძნობა რომ ეს დისკები ეხეთქება ასფალტზე, უსწორმასწორო გზაზე. უფრო 20-იანებს დავაყენებდი მე ამ მანქანაზე, დიდი საბურავით, ვიდრე 21-იანებს და პატარა საბურავით. კი, ლამაზი შეიძლება არის დიდი უზარმაზარი 21-იანები, მაგრამ ცოტა მეხისტება ეგ. მაგრამ ყველას ძალიან რაც მაწუხებს და თანამედროვე ელექტრომანქანებს უკეთებენ მაგას, არ ვიცი რატომ. ეს არის თავის დრო ამუხუჭებს, ანუ ერთი პედლით ტარება. არ ვიცი, მაგას მეგონი რაღაცა სიტყვა ქვია. არა, მართლა. გაზის პედალს საჭერ მიდის მანქანა, უშვებ თავისით ამუხრუჭებს. ფაქტიურად თავისით ამუხრუჭებს. აქაც კი ეხატება, რომ უშვებ ეგრევე ტორმუზებს ანთებს, იმიტომ იმ დონეზე ჩქარაა ჩერებს. რომ მუხრუჭს ეძახი მაგას რა, ერთ პედლიანი ტარება, ანუ გაზს დააჭერ, აუშვებ და ტორმუზ ფაქტიურად დამუხრუჭება, ანუ თუ რაღაცა არ ხდება, არ გიწევს. ვითომ მარტივი უნდა იყოს, ანუ ვითომ მარტივი უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთი ფეხი დააჭერ, აუშვებ, იჩერებს რა, რავი, ანუ ფეხის გადაწევა აღარ გიწევს. შეიძლება მიჩვევის ამბავია და დღეს ერთი დღე რომ ამით დავდივარ. შეიძლება ჩემი ბრალია და მიჩვეული არ ვარ, მაგრამ აი მინდა რომ გაზს დავაჭირო, წავიდა, აუშვა და ცოტა მივჩილავდი. არა, ეგრევე გიტორმუზებს. ანუ აი უნდა გედგას გაზის პედალზე, ფეხი სულ უნდა გედგას. თუ გინდა რომ იარო, სულ უნდა გედგას. არ ვიცი, შეიძლება მიჩვეული არ ვარ და მაგიტომაც უხებს, ან შეიძლება საერთოდ ვერ მივეჩვიე, მაგრამ ესეც მინდოდა რომ ცოდნოდათ. 3 2 1 3 და 7. ეხა არ თქვა მდინარაძე როსის მაგიტოლა ჩქარდა. 0-3 78, ნუ 3 და 7-ია. 7 მიასწედი, რავია, 4-ისკენ უფრო არია. თითქოს 1-3-ს ვაგებთ. 3 2 1 წავიდა. ჯერ ცოტა ლანჩივით რო კონდეს უკეთესი იქნებოდა. თითქოს რაღაცა მაკლდება. 3-8. ბრეიქ. ჯო 3-8 ისეთია რა, ცუდი არ არის ახლა მომენტ. იდეაში მაგარი დროა, მაგრამ 3 არა. 3 არ არის. 3 ვერ გამოვიდა. მოგეთ ამ წონისთვის ძალიან მაგარი დროა, 3 და 8-ში, ნუ 3 და 8, ნუ 3 და 7 ეწერა, მაგრამ 3 და 8-ში სხვა დანარჩენი აჩქარებს 3 და 8-ში იყო. საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ანუ 3 ტონიანი მანქანისთვის 0-დან 100-მდე ეგ დრო არის ჩემთვის აი ძალიან მაგარი დრო. კიდე აქვს პატარა საინტერესო რაღაცები ამ მანქანას. აი ეს Rolls-Royce-ივით გამოძონ, ხოლგა არ არის, ფანარია. რაღაც ჭირს აღო, ცოტა ცუდად ანათებს. თუ ვერაფერს ვერ მიანათე და ტყეში ხარ დაკარგული, შეგიძლია თავში ჩაარტყა, რამე ცხოველი თუ მოგიახლოვდება, იმიტომ რომ არ ვიცი, რატომღაც არ მუშაობს. მაგრამ Rolls-Royce-ივით ესე კარებში გაუკეთეს. ეხა ეს თუ ტრიპაჩობა არ არის, ეხა ეგ ფანარი სხვაგან არ ჩაერჭობოდა ამ ხელო მანქანაში, მაგრამ ეს უნდათ რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყო. თუმცა ეს ის განსხვავება არ არის, რითიც ჯობია სხვა ელექტროავტომობილებს. მაგაზე უკვე ცოტა მოგვიანებით. კიდევ ერთი რაც ამ მანქანაშია განსხვავებული, ეს არის დინამიკი. საუნდ სისტემაზე არ ვლაპარაკობ ხოლმე ზოგადად, იმიტომ რომ საუნდ სისტემა არც თუ ისე მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ყველა ახალ მანქანას ასე თუ ისე ნორმალური საუნდ სისტემა აქვს. მაგრამ აქ ძირითადად ამ დინამიკებზე არ ვაპირებ საუბარს. უბრალოდ ესეთი დიდი დინამიკი მოყვება კემპინგისთვის ამას. Bluetooth დინამიკი არის, შეგიძლია გადმოიტანო გარეთ პიკაპი გაშალო, smoothly რამე შენთვის მოეწყო, სამზარეულოც თუ გაქვს, ეგეც მიამატო და მუსიკა გჭირდება. ამიტომ მანქანა საერთოდ არ თავ, აი ეს გადმოგაქვს Bluetooth დინამიკი და სადაც გინდა ტყეში დადებ. გაფუჭებული ფანარიც გაქვს, რამე ცხოველს თავში ჩაარტყა თუ მოგიახლოვდა და ასევე შეგიძლია კარგ განწყობაზე იყო და ამ დინამიკით მოусმინო შენ საყვარელ სიმღერებს. ისე ცუდი არ არის, რავი, საკაიფო დინამიკია. თუ ესეც გაფუჭებული არის. თუ ესეც გაფუჭებული არის, მართალია. მოკლედ რო გითხრათ რომ ძალიან დიდი ადგილია თქო მოგატყუებთ. ადგილი დიდი არ არის, თუმცა ვეტევი. სულ ერთი წამი. უკან ორმაგიშუშა არა, რა თქმა უნდა.
მოგეთ სივრცე არის, კი, რა თქმა უნდა, წინ არის უკან არა. სივრცე არის, უკან ცუდად არ გამოიყურება ინტერიერი, უკან შეგიძლია უფრო კარგად დააკვირდე. წვრილმანები არის ნამაიმუნარი ამ მანქანაში, ნამაიმუნარი ქვია და გეტყვით რატო. აი ესენი უფრო პრაქტიკულობისთვისაა, დიდი ბოთლი თუ გაქვს რაღაცებს ჩატენი. ანუ ესენი მართლა იმისთვის არის, რომ რაღაც ნივთები რაც არასტანდარტული არის, შეგიძლია ჩატენო. ერთი წამით აქედან გავდივართ იმ გვირაბში, იმ ტუნელში, ჩორნი ხოდი გვაქვს, რამე თუ მოხდა, შეგიძლია აქედან გაიპარო. რა თქმა უნდა, ეგ ხუმრობით მან ვერ ჩაეტერე. და ეს ასევე იხურება. ისე მაცივარიც რო ქონოდა, კაი იქნებოდა, ნეტო მაცივარია რატო არა აქვს. რაც შეეხება ჩამოსვლას. ანუ ცოტა უხერხული ფორმა აქვს ამ კარს, ანუ კომფორტიდან გამომდინარე, გულისხმობ და არა ვიზუალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვიზუალურად ცუდად არ გამოიყურება. ეს მანქანა რო აქრობ ეგრევე დავარდება იცენსება, ანუ ბოლომდე ქვევით ჩამოდის, რაც არ მომწონს. რაღაც რეჟიმზე რო დააყენებ, მინდა რომ იმ რეჟიმზე იყოს სულ. რო დაქუქავ, რა თქმა უნდა, ადის, სტანდარტზე დგება და ეგრე დადიხარ. ფეხის დასადები საერთოდ არ აქვს, ანუ საერთოდ არ აქვს ფეხის დასადები და უკან აი იმ ჭრილში გიწევს, რომ შეძვრე და ჩამოძვრე. აი აქ უნდა აძვრე, ჩამოძვრე. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ წამოვიდა ესეთი ერა, ეს ახალი ერა, baby, ელექტროავტომობილები, სადაც ჩინელები შემოუვარდნენ ტყუპი წიხლით. აი, ტყუპი წიხლით შემოუვარდნენ ვისთან? ჩემთან ვერ შემოუვარდებოდნენ. გერმანელებთან შემოუვარდნენ, ამერიკელებთან შემოუვარდნენ, იაპონელებთან, ყველასთან ვის ავტოწარმოებლები არიან, ეს გიგანტი მწარმოებელი წლებია თავის ისტორია რო აქვს, ტყუპი წიხლით შემოუვარდნენ, გლანდებში ჩაახტნენ. შეიძლება ევროპაში და ამერიკაში ესე ჩინური ავტომობილები არ იყიდება, მაგრამ იმდენად დიდია თვითონ ჩინური ბაზარი. აი ესეთი მანქანები სადაც გამოდის, აი იაპონია, იმდენად დიდია ჩინური ბაზარი, რომ მარტო ჩინეთში რო გაყიდონ თავისი მანქანები, ისედაც კარგად იქნებიან და წარმატებულები იქნებიან. მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ თუნდაც გერმანელები უკვე ამსგავსებენ მანქანებს, რაღაც ჩინურ მანქანებს, რომ ჩინელებს მოეწონოს და იქ გაიყიდოს. ამერიკელებსაც შეცვალეს დიზაინი, ჩინელებს მოეწონოს, იმიტომ რომ ძალიან დიდია ჩინური ბაზარი. ეხლა თავს ვერ დავდებ, რამდენად კარგად იყიდება, მეთქი საერთოდ აქვს თუ არა ექსპორტი ჩინელებს ამერიკაში და იქ არ ვიცი, იცი შენ? როდესაც შენ შემოდიხარ ამ ახალ ერაში, სადაც ახალი ელექტროავტომობილები ესე მოყრილია, ალბათ უნდა ეცადო, რომ ბევრად განსხვავებული მანქანა გააძრო, ვიდრე ბაზარზე არის არსებული მანქანები. ჩინელებმა განსხვავებული რა შემოგთავაზეს. მარტივად გეტყვი, ყველაფერს თავი დავანებოთ, ყველაზე მარტივად გეტყვით. ფასი ყოველ შემთხვევაში საქართველოში. ჩემი ტესტ-დრაივები არ ემსახურება ამერიკის ბაზარს. ჩემი ტესტ-დრაივები ემსახურება ქართულ ბაზარს. აი საქართველოში რა მოწონს და ჩვენ რა მოგვეწონა ჩინურ მანქანებში საქართველოში. ფასი ძალიან იაფიღი, სულ ახალი ცენტრიდან რომ გამოიყვანო და უზომოდ მაღალი ხარისხის ნაწილებით არის აწყობილი. ინტერიერზე გულისხმობს, ან მასალას გულისხმობს. სალონის ინტერიერის მასალა არის, აი რა ვიცი, ეგეთი მასალები რო იყიდო ამერიკული და ევროპული ავტომობილი, სადაც ეგეთი მასალებია გამოყენებული, აი ძალიან ძვირიანი, აი ტოპ, ანუ ლაქშერის ზევით და ბიზნესში ხვდები. ეს მაიბახი უნდა იყიდო, რომ ეგ მასალები შეხვდეს, ხო? ანუ ჩინელებმა შემოგთავაზეს კარგი ხარისხი ინტერიერის, იაფად. ნუ ექსტერიერი ხა ეგ არის გემოვნების ამბავი, ზოგს მოწონს ეგეთი დიზაინის მანქანები, ზოგს არ მოწონს. რაც შეეხება გამძლეობას არის სადავ და ყოველთვის ყველა ჩინური მანქანა რო გადავიღე, იქ თქვი რომ ვერაფერს ვერ გეტყვით მეთქი, იმიტომ რომ მაშინ რამე რო გითხრათ არის ტყუილი, ვერაფერს ვერ გეუბნებით, იმიტომ ვერ გეუბნებით რომ არ ვიცი, რავი, გავიდეს ერთი 10 წელი მაინც გავიდეს. თუ ეგ მანქანები არ დაიშალა 10 წელში, რავი, თამამად შეგიძლიათ აი შეუვარდეთ წელში ჩინურ მანქანას. 20 წლის მანქანას BMW-საც დედა Mercedes-ას და სხვა დანარჩენ მანქანას, იმიტომ რომ ის ხარისხი ვიღაცას უფროს თაობას უახსოვს 90-იანებში უშევდნენ მანქანას და აი გიყო ხარისხიო, ეგ 90-იანებში ჩაკვდა, იმიტომ რომ კომპანიების მომგებიანი არ არის და ყველა მანქანა არის გათვლილი საგარანტიოზე. ამ გარანტია გავიდა, всё, დაიწყო ფუჭება და ჩინური გაგიფუჭდება თუ გერმანული მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. თითქოს რაღაცნაირ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამერიკელები შემოუვარდნენ ამ მანქანით, ამ ბაზარზე, უნდა და ტყუპი წიხლი შემოუვარდნენ, მაგრამ ის ტყუპი წიხლი მოხვდა ჩინელებისგან. ტყუპი წიხლი დაახვედრეს ისევ ჩინელებს აი ამ მანქანაზე, იმიტომ რომ ცუდი მანქანა არ არის. ვერ ვიტყოდი რომ რამეთი ცუდია ეს. საერთოდ ვერ ვიტყოდი რომ ცუდი მანქანაა და არ გამისწორდა მეთქი. ანუ კი, დადიხარ, საკაიფოა, რატომაც არა დასისინებ შენთვის. 500 კილომეტრამდე გადის. შვენიერი რეინჯია, ვერ ვიტყოდი რომ ცუდია. რავი, ვერაფრით ვერ ვიტყოდი რომ ცუდია.
სალონიც ნორმალურია, ნორმალურში ვუმცხოვრ რა. ამერიკელებს შეიძლება ძალიან მოწონ, საქართველოში კი კლაუზნიკი ტიპები გაიჩნდებიან, ვინც იტყვიან რომ აი ეს არ მოწონს, აი ერთ კამერა უჭიავს დიდი ექიდან მიყურებ, თელი დღეა მაღაზიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, სალონი კარგი აქვს თუ ცუდია. ამერიკული ხელი, ამერიკული სული იგრძნობა რა. თან მით უმეტეს აი ტოროლა რო დამიყენეს მანქანის ჩაკეტვაზე მინიმუმ არწივის ხმა უნდა ყოფილიყო ამის გაღებაზე და აქ ჩაკეტვაზე გეგონა ტოროლა იქ რაღაცა კოდალა თავისთვის რაღაცებს უკაკუნებს. ეს მანქანა რაც უნდა გაიახდეს ამერიკაში 3 ტონას რო ცდება. ხო, აი სურო გაჩუქონ, ყველა ვარიანტში გიწევს ზვირის გადახდა. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ სატვირთოში ატარებენ ამ მანქანას წონის გამო, ეგ წესიც ვერ გავიგეთ თუ სატვირთოში ტარდება, მაშინ სატვირთოს მართვის მოწონება რატო არ გაქვს, ან სატვირთოში რატო ტარდება, მარტო წონის გამო, მანქანა პატარა გაბარიტების უნდა იწეროს და ერთ არ ვიცი, მაგის მიხედავენ, მერე გამოსწორდება. ან სატვირთოს მოგთხოვენ მართვის მოწონებას, მე არ მეხება ეგ. მე გიხსნით რა სიტუაცია. იხდი, აუ 17000 ლარზე მეც იხდი, ეგ უკვე აუ იმდენია რომ მაგას ზოგადად ამატებენ ხოლმე ეგეთ ფას და უფრო ახალ მანქანას ან სხვა მანქანას ყიდულობენ ხოლმე. ამ შემთხვევაში ბევრი შეიძლება ქართველი არ დაინტერესდეს ამ მანქანით. ამ მანქანას კიდე ერთი დიდი პლუსი ის აქვს, ეს უკვე საქართველოშია, გამბაჟებულია და იყიდება, 22 წლიანია. რა ვისაც მოგეწონათ, შეგიძლიათ იყიდოთ. სად მიაგნებთ ამ მანქანას, ეგ ძალიან კარგად იცით. ვისაც მოგეწონათ, მაგრამ ვერ მოასწრეთ ამ მანქანის ყიდვა და ამ ვიდეოს უყურეთ, ცოტა გვიან და მოგინდათ ამ მანქანის შეძენა, კავკას ავტოიმპორტს მიმართავთ, შეარჩევთ თქვენთვის სასვოლენ Rivians, ეთამაშებით და რა ვიცი, სფერით გინდათ არჩევა თუ დაზიანებით, მაგის მიხედვით ჩამოგიყვანენ, თავისი დაზღვევით ყველაფრით, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული და ესეთი ლამაზი მანქანა გეყოლება თქვენს. ვინაიდან ეს მანქანები 21-დან დაიწყო და ფაქტიურად ახალი ავტომობილებია, ფასიც ნორმალური აქვს, ანუ ძალიან ძვირი ცალკის, მაგრამ IAPS-ას ვერ უწოდებდი. ნუ $50,000 საშუალოდ გჭირდებათ, რომ ეს მანქანა ჩამოიყვანოთ. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და მომდევნო ვიდეოებში ისევ გვიხილავთ. უხეშ ხალხს, დროებით დაგემშვიდობებით. მახლა კი არ წავიდი, მდინარეზე უნდა ჩავისე. წამო. შეხوارა. ღია, ისე იმიტომ არ კედავს. ყველაფერი მარტივად აქვს. რა გახდა? მაგარ დროს ჭიქჭიქებს რა. მე ხარ ახლა წავიდი, ჭამოთ რა. რაღაც დაამთავრე რა. ჯერჯერობით აი არა რა. მეტაკა იმენა. შია და მაგით დასვენება ტვინია მეტო. აუ დრაგსტერა გიორგა იმენა რა თხში. წეროლა შეჩემა. თუ აჩქარდები უჩემოთ, რავი, რესტორანს გისო. გაწყობს ხო 3-ზე 3 ნახევარს თუ აჩქარდები უჩემოთ, პროსტა რაც გინდა მთხოვე. და თუ ვერ აჩქარდები მე ვიზამ იგივეს. ანუ გადასაღებად მინდოდა მომეწონა, კაი. მომეწონა რა.